ის ფაქტი, რომ ცილა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებაა, აქამდე უკვე გავარკვიეთ, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ცილა თანაბრად არ არის შექმნილი. ანუ იმასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რომელი საკვებიდან მივიღებთ ცილას, იმიტომ რომ ზოგი ცილის წყარო უფრო მარტივად გადამუშავდება და მასში შემავალი ცილა უფრო ხარისხიანი და მარტივად ხელმისაწვდომია. მოდი ჯერ განვიხილოთ მონელებადობა და რატომაა ის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ მიღებული ცილის 100%-ს ჩვენი ორგანიზმი ყოველთვის ვერ გადაამუშავებს და შესაბამისად ვერც აითვისებს. მონელებადობა კი განსაზღვრავს თუ რამდენად მარტივად და სრულად გადაამუშავებს ორგანიზმი მიღებულ ცილის წყაროს. ამაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს საკვებში შემავალ სხვა ნივთიერებებს. ზუსტად იმიტომაა პროტეინის ფხვნილი ერთ-ერთი ყველაზე მარტივად ათვისებადი და გადამუშავებადი ცილის წყარო, რომ მასში შემავალი ცილა სხვა ნივთიერებებისგან უკვე განცალკევებულია. პროტეინის ფხვნილების შემდეგ მოდის რძის პროდუქტები და კვერცხი, იმიტომ რომ მათში შემავალი ცილაც ძალიან ხელმისაწვდომია ჩვენი ორგანიზმისთვის. ამის შემდეგ სოიოს პროდუქტები და ხორცი და სპექტრის მეორე ნაწილში გვხვდება მცენარეული ცილების უმეტესობა. მცენარეული ცილების უმეტესობა შედარებით ნაკლებად მონელებადი ცილებია, იმიტომ რომ ისინი შეიცავენ ნივთიერებად ცელულოზას. ცელულოზა არის მცენარეული უჯრედის კედლის შემადგენელი ნაწილი, რომლის გადამუშავებაც ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია. ამ პრობლემის გადაჭრას ახერხებენ მცენარეების წინასწარ გადამუშავებით. ანუ ცელულოზას სხვადასხვა გზით შლიან, რაც მცენარეებში არსებულ ცილას უფრო ხელმისაწვდომს ხდის. აქედან უნდა გამოვრიცხოთ სოკოები და საკვები საფუარი, იმიტომ რომ ისინი ცელულოზას არ შეიცავენ. ეს რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ მცენარეები ჯანმრთელობისთვის კარგი არაა, პირიქით, მცენარეები ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი რამაა, რაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს, მაგრამ კონკრეტულად ცილის წყაროდ მცენარეების უმეტესობა მთლად კარგი არჩევანი არაა. ვეგეტარიანელობის შემთხვევაში კვერცხი და რძის პროდუქტი ძალიან კარგი ცილის წყაროებია, ხოლო ვეგანებს შეუძლიათ პროტეინის ფხვნილი, სოიო, საკვები საფუარი და სოკო გამოიყენონ. რაც შეეხება ცილის ხარისხს, ის დამოკიდებულია მასში შემავალი ესენციური ამინომჟავების რაოდენობაზე. ესენციური ამინომჟავები, როგორც უკვე ვისწავლეთ, ისეთი ამინომჟავებია, რომლებსაც ჩვენი ორგანიზმი თავისით ვერ წარმოქმნის, ანუ მათი მიღება საკვებიდან აუცილებელია. ხარისხიანი ცილა კი ისეთი ცილაა, რომელიც ყველა ესენციურ ამინომჟავას შეიცავს. ასეთ ცილას ვეძახით სრულ ცილას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არასრული ცილის წყაროები საერთოდ გამოუსადეგარია. თუ რომელიმე ცილის წყაროს ერთი ამინომჟავა აკლია, მისი შევსება შეგვიძლია სხვა ცილის წყაროთი, რომელსაც ეს ამინომჟავა ჭარბად აქვს. ასეთ საკვებს ვეძახით კომპლემენტარულ ცილის წყაროებს. ცხოველური ცილებით კვებისას ეს არ დაგვჭირდება, იმიტომ რომ ყველა ცხოველური ცილა სრული ცილაა, მაგრამ მცენარეული ცილების შემთხვევაში რომელიმე ამინომჟავის დეფიციტისგან თავის დასაზღვევად მრავალფეროვანი საკვების არჩევა კარგი იდეაა. ამ ყველაფრის მიუხედავად მცენარეულ კვებაზე კომპლემენტარული ცილების მიღება შეიძლება პრობლემატური იყოს, იმიტომ რომ მცენარეები ხშირად ცილებთან ერთად სხვა მაკრონუტრიენტებსაც ჭარბად შეიცავენ. ანუ ცილის ნორმის დაკმაყოფილების მცდელობაში შეიძლება სხვა მაკრონუტრიენტებს შემთხვევით გადააჭარბო. ზუსტად აქ შემოდის ვეგანური პროტეინის ფხვნილის და საკვები საფუარის დადებითი მხარეები, იმიტომ რომ ისინი უკვე სრულ ცილებს შეიცავენ და გარდა ამისა სხვა მაკრონუტრიენტები მინიმალურად აქვთ. ახლა ცალ-ცალკე რომ არ დაგვჭირდეს ყველა ცილის წყაროს გამოკვლევა, შეგვიძლია უკვე გამზადებულ შედეგებს შევხედოთ. ცილის გადამუშავებადობა კორექტირებული ამინომჟავების ქულა, ან ინგლისურად PDCAAS, არის დღევანდელი ოქროს სტანდარტი ცილის ხარისხის შესაფასებლად. ეს მეთოდი ითვალისწინებს ცილის ხარისხს, ანუ მისი ესენციური ამინომჟავების შემადგენლობას და ამასთან ერთად მის მონელებადობასაც. ერთი ქულა ნიშნავს, რომ ეს ცილის წყარო შეიცავს ყველა ესენციურ ამინომჟავას და ამასთან ერთად მიღებული ამინომჟავებიდან მათი უმეტესობა გადამუშავებული და ათვისებული იქნება ორგანიზმის მიერ. ქულის დაკლებასთან ერთად ცილის ხარისხიც იკლებს. ანუ საკვებს, რომელსაც 0 ქულა აქვს, შეიძლება ჰქონდეს რომელიმე ამინომჟავა, მაგრამ ეს ამინომჟავები ჩვენთვის ხელმიუწვდომელია. ანუ მათი გადამუშავება და ათვისება არ შეგვიძლია. საერთო ჯამში თუ უმეტესად ცხოველური ცილებით იკვებები, შეგიძლია მშვიდად იყო, იმიტომ რომ ყველა ცხოველური ცილა სრული ცილაა. ანუ ყველა საჭირო ამინომჟავას უკვე შეიცავს. ხოლო თუ მცენარეულ კვებაზე ხარ, ეცადე მრავალფეროვანი საკვები მიიღო და ამასთან ერთად ვეგეტარიანული ან ვეგანური პროტეინის ფხვნილი მიიღო, იმისთვის რომ რომელიმე ამინომჟავის დეფიციტი თავიდან აირიდო. ამ ვიდეოსთვის სულ ეს არის. მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.